მეცი შემდეგში ლალე რას დაწერს, მაგრამ 2012 წელია დეკემბერია საშინელი ქარიშხალია და დილი 7 საათზე მაგვიძებს ზარი. მერე მირეკავს მაშველი და ბატონო ლადო სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეთ შეკვეთილშიო და რა ხდებოდა ლალე მუროშკინას მეხიდა ეცა. და ვიფიქრე მაგადავედი და არა და მერე ამიხსნა და ჩავედი რა. ასმა ბავშვმა აიღო ოქროს медаლი. თუ სწავლა უნდა ბავშვს, ყველგან ისწავლის განაცხადა ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა. ვასილ ჩიგოგიძე. ხაგავად გიტას კითხვისას. შენ წარმოგიდგენია თავს რამხელა თავს საკუთარ თავს რამხელა უფლებას აძლევენ. არის ციგნის სათაურის ინსპირაცია მომცა რა, მაგარა მე ტორი და ზევსი. ანუ ახალი ციგნი ესე იქნება. გამარჯობათ, ეს სტუდია ანტიბიოტიკია და ჩვენი მორიგი ნახევრად ინტელექტუალური თამაში რასადის შემდეგი რაუნდია. და ამ თამაშსაც წარუძღვება ბატონი ხმა და მოთამაშეების რანგში ვიქნებით განუმეორებელი ორეული, ვლადიმერ მენავდე და ოთარ რევიშვილი. აქვე მინდა გითხრათ, რომ გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, ბევრ საინტერესო ამბავს ნახავთ ჩვენს YouTube არხზე და ძალიან გაგვიხარდება თუ ჩვენი გამომწერები გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ხო ვლადიმერ, ხო გაგვიხარდება? ნამდვილად. წინა თამაში მე დავიწყე და ამჯერად შენი ჯერია თამაში დაწყების, უბრალოდ აქვე მოკლედ მაინც ახსნათ. წესები თამაში ორ განყოფილებიანია. ერთ განყოფილებაში ჩვენ განვიხილავთ, ესე იგი, ამ ბოლო პერიოდში მომხდარ ნიუსებს და ხოლო მეორე განყოფილებაში უკვე მოაზროვნეების წინააღმდეგ ითამაშებენ მოქალაქეები. გთხოვთ ვლადიმერ. ხო, მოგესალმებით. მე სანამ ჩვენს გადაცემას დავიწყებდეთ, მართალია ამ ფორმატში არ ჯდება, მაგრამ მე მაინც გამოეხმაურო და ჩოხატაურში მოხდა ტრაგიკულ ფაქტს. მე მინდა მწუხარება გამოთქვა და თანაგზნობა გამოვხატო ამ ოჯახის მიმართ, ვიცით რომ გარდაიცვალა ქალბატონი ორსული, რომელიც იყო ტრაგედია მეხუთე შვილზე და ამის შემდეგ ჩემი გაოცება გამოიწვია ადამიანის პოსტმა, რომელიც იყო 8 წელი ჩოხატაურის მერი და 4 წელი საკრებულოს თავმჯდომარე ჩოხატაურის და ადამიანი ამბობს, რომ ესო იმის ბრალია, რომ ჩოხატაურშიო სამიანო სამსახური არ არსებობს, ანუ საკონსულტაციო ცენტრიო ორსულები ქალბატონებისათვისო და 14 წლის განმავლობაში ვერ შევძელიო, რომ დამერწმუნებინა ფაქტიურად ფილის დააბრალა, რომ ჩოხატაურში გახსნილიყო. წარმოგიდგენიათ, ახლა ქოცურმა ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ერთი კონსულტანტი გინეკოლოგის მოწვევა და დასმა. მუნიციპალიტეტში და რა შეიძლება ამათმა გააკეთონ სხვა. ხო, ზოგადად ეგ არის, მათ 12 წლიანი მართლობა არც არაფერი გაკეთებულა არსა და ეს ტრაგედია, ძალიან ძიმე ტრაგედია დატრიალდა გეთანხმები და ხო. წისვლაზე საუბრობენ კიდე. კარგით ბუდიშკით ამ გადახვევისათვის და არ შეიძლებოდა რომ არ მეთქვა, ესე იგი სწორცნო უნდა. თქვენი ჯერია. კარგით. ნომერი 2. გაგვაცანე ვლადიმერ ნომერი 2 ნიუსი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კონჭოლია მოადგილეებთან ბექა ჩხიკვიშვილთან და სოფიო რამიშვილთან ერთად ანსამბლ ზენარის სტუდია დაათვალიერა. ეს რაღაცნაირად კვაზი მერცხალის ამბავია მოკლედ. პირველი რას თვალში გეცემა ამ ნიუსის საკითხვისას, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აღწერს. მესამე მოადგილე რა იყო? გულიაზე სადაა ამ დროს? მესამე მოადგილე ეთყობა დატოვეს, რომ გამოუიდოდა რაიკომიდან შუქი რო ჩაეკრო. დათვალიერება ახლა ხალხი ამისთვის როგორ უნდა მოსა. ანუ ყველა რატო დადის? მე მგონია რომ ანუ მოადგილეები რატო ყავს, ხო? ზოგადად თანამდებობის პირებს, რომ განაწილდნენ რაღაც დელეგირება მოხდეს უფლებამოსილებების და ცალ-ცალკე გაიშალონ, ესე ვთქვათ, ველზე და სხვადასხვა დესტინაციები დაათვალიერონ. აი ერთად ნახევარი გადაცემაში ვისაუბრეთ კულტურის დონაციაზე, თუ რა ხდება ფოლკლორში და დავუშვათ ქორეოგრაფიაში და მეორე გადაცემაში დოქტრინაზე. აჰა. ხო და ჯერ მერე ამ უნდა შეიმუშაოს დოქტრინა რა სიტყვის ესენი გასართობის საშუალება რაიმე გამანათლებელი დაწესებულება თუ ბიზნესია რა კუთხით რაღაცნაირად ხო უნდა კონდეს მერიას ჯერ პოლიტიკა რომ რა სიტყვის მსგავსი ტიპის ანსამბლებიდან ხო ეგ ეს არის როგორც ბიზნესი ეს არის როგორც
გასართობით როგორც განმანათლებელი. მან თავარი კიდე ერთი ამბავი ჩემი აზრით ორი მნიშვნელოვანი საკითხია რა. რამდენად არის ერთია რომ მერი მივიდა ფამფლეტირებთან და დაათვალიერა ეს სტუდია, შეიძლება ახლა ნუ რაღაც ხელოვნების მიმართ აქვს ადამიანს ინტერესი, მაგრამ რამდენად დასადები, ანუ ეს საზოგადოებისთვის რამდენად მისახარებელი ამბავია რომ მერი იყო რაღაცა რამდენად პრიორიტეტულია. მე მაინც ჩემსაც ვაწვევი რა და ამდენი ასე მაღალი თანხმობის პირი რატო უნდა მოწდეს ერთ დესტინაციაზე ეს არის ჩემი კითხვა. ამ შემთხვევაში მე კითხვას უგზავნი რაიგონს. მესმის, მაგრამ სხვადასხვა კუთხით შეიძლება შევხედოთ ამ ამბავს. შენ ძალიან სერიოზული კარგი პრიორიტეტებში შეიძლება რაღაცნაირად შეიძლება სხვაგანც იყო და უბრალოდ ახლა არ წერია, ან ვერ მოახსრო სამსახურმა გავრცელება და თვითონც მიიცალა ამ სცენარისტვის, მაგრამ რამდენად პრიორიტეტულია ახლა მსგავსი ტიპის მუნიციპალიტეტისათვის როგორც ოზურგეთია, რომელიც შეიძლება ასე თქვას იხრჩობა აი სოციალური შეჭირვებულებით, იხრჩობა სოციალური პრობლემების მქონე ადამიანებით და ასე შემდეგ მარტო დიდთოვლობებს და წყალდიდობებს და სტიქიებს რო თავი დავანებოთ, უამრავი ადამიანი არის აი დახმარების მოლოდინში და ახლა მე არ მინდა ესე გამომივიდეს თითქოს ახლა რაღაცნაირად ვებრძვი ამ ზენარს, ან ფოლკლორს, ან ქორეოგრაფიას, მაგრამ რა გვესეკვება, ან რა გვემღერება. ზენარი მან საერთოდ ჩვენ სხვა პრიზმიდან უყურეთ, ზენარი არაფერშო შერ არის. კიდე ერთი რაღაცა. თავისთავად ზენარი არაფერშო შერ არის. ანუ როგორც საჯარო დაწესებულების რაღაცა მნიშვნელოვანი როგორც ბატონი ლადო ჩაუქურის საქმე. მე მგონია რომ ეგ არის პურის და სანახაობის ფეიქ ვერსია რა, ეგნიუსი ზოგადად. ხოლო სანახაობა, ხო? კი, ერთი მნიშვნელოვანი რამეა კიდე თუ დააკვირდით, მოიკვეთა ტენდენცია, რომ აი შეხვედრებზეც ყოველთვის და სადმე თუ მიდის მერი, ყოველთვის არის რომ მასთან ერთად იყვნენ მოადგილეებიც. ეს ამანამდე არ იყო. ეს არ გამოდის, არა, რამდენი ხალხი შეწუხება შეიძლება. ხან სამსახურმა მერი შეიძლება თლათ ასეთ მერი მწვანილში, მერი შემწვარი, მერი მოხრაკული, მერი მოხარშული, მერი ხავში, მერი მაიონეზში. ხან შეიძლება მოგვანატრო ხან და აუცილებელი არა რომ ანსამბლ ზენარის სტუდია დაათვალიერა ეს გვამცნო. კი ბატონო. უფრო ჩაუქის საქმეებიც შეიძლება მაგალითად ახლა დასუფთავების სამსახურში რა ხდება შეიძლება ეს გვამცნო. ან ქალაქის გზებთან დაკავშირებით უწესრიგებელ გზებთან მიმართულებით. რატო არის დაკეტილი აღმაშენებლის ქუჩა? სამი დღეა გამაგებიეთ არ ვიცი. სტუდია ზენარის სადაა. აი ლიბერტის ოფისი რო იყოს რაღაცა მაგ. რამდენი 40 გადაახტა მერი მანქანით ახლა სანამ იქ მივიდა. გაუჭირდებოდა მისვლა. გაუჭირდა ხო და ამაზე ხო შეიძლება პრესამსახურმა გადაიხედოს. თუ ავტომატიკაში იქნება, რა ქვია მაგას ელექტროპაკეტსრული რომლის მანქანის რა ხედიან ხოლმე და სრული პაკეტი, სრულ პაკეტიანი მანქანით იქნება და დააწევ ღილაკს, ჩამოვა ფანჯარა, გადაიხედა. უამრავი ღრმულია გზაზე. ხო, მაგრამ ეთქო მაგათ მანქანებს კარგი ამორტიზაცია აქვს და ვერ ხო, მაგრამ თვალებს ამ დიდი მანქანებით დადიან. თვალებს არ იხედებია კაც. ხო, ჩვენი ესე იგი კითხვაც გვაქვს და თხოვნას. ერთი რომ ჩამოწიეთ და გადაიხედეთ და მეორე რატომ აცდეთ ამ მაღალი თანამდებობის პირებს ერთ დესტინაციაზე? გადაანაწილეთ, კაცო. კარგი ბატონო, აცდენ, მიდიხარ, პრიორიტეტებში შეიძლება რაღაც პრობლემაა, მაგრამ გზაზე ხომ შეიძლება ეს პრობლემათა ნუსხა აღრიცხო. მინიმუმ. რაც შეხვდება უშუალო და რასაც თავად შეეფეთები. კი ბატონო, მართალია. მე მაგალითად მე სიამოვნებოდა როგორც მკითხველს ეს ნიუსები ესე რომ იყოს წარმოდგენილი მერიის მხრიდან, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წმინდა სამებამ, მერმა სულიწმინდა პირველმა მოადგილემ და მოადგილემ რაღაცა დაათვალიერეს რა, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ერთობა გამოიკვეთა, რომ აქამდე მართლა არ ყოფილა რა. ეს მნიშვნელოვანია. მე მაგალითად მასე არ უყურებ. მე მასე არ უყურებ და გეტყვი რატო რა. მე მაგალითად უფრო სამი მუშკეტერისკენ წამიღო. იმიტომ რომ დარტანიანი ხო გასკონელი იყო და თავიდან მათთან არ იყო რა და ეს სამი ჩანს ჯერჯერობით ეს ისა პიესა ნახია ჩვენ აქვე აი ეს მოთხრობა თუ სტორი თუ როგორც არის იწყება ესე რომ აი სამი ძირითადი გმირი ყავს მაგრამ იმედი გვაქვს რომ მეოთხე გმირიც გამოჩნდება ამ შემთხვევაში დარტანიანი სამართლიანობისათვის უნდა აღვნიშნოთ რომ რაც უნდა გააკეთოს მერმა და სადაც არ უნდა მივიდეს თუნდაც ზენარში მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმიტომ რომ წინა 4 წელი მერი არ ყოლია როგორ კაცო აბა სად იყო თბილისში თბილისის სტუდიებს ათვალიერებ კარგი ეხა ჩემი ჯერია სპორტსი შემდეგი ჩემი ჯერია
იმედი ამ ნომერი 3. ეს არის ნომერი 3, ჩემო ვლადიმერ. ახლა გაგაცნო. ნიუს. ოჰო, რა სერიოზული კაცი წამოიღო. ესე იგი, კაია კალასი ამდენი ცუდი ამბის მერე, ცუდია კალასი გახდა. გამოაცხადა ხალხის ზალის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. ეს ძალიან სერიოზული პერსონაჟია. კელა ჩავლეშვილის უმფროსი. შენ რო წინა გადაცემაში ეროტი კორდელაის უმფროსიცა. კი და სერიოზული ხალხია რა. ძალიან სერიოზული ხალხია. არა, იუმორის დონე ხო რაღაცა ისეთ აი. კაია ცუდი ანტონი მინახა. არა, რამდენი იფიქრა. გრამატიკაში ერკვევა. კი, რამდენი იფიქრა ხა ამას წარმოიდგინე და არა მგონია. просто ასახია გამ ფოტოში შეხედე, იმენ მაგრათესია მონა ეს რო. აგარი. ეს სადღაც მორიგის სადღაც. ანუ შენ რო გახსოვს ეს არის სუფრული ხუმრობა. მომისმენე გახსოვს ჩოხატაურის მერის სახე თავისთავი რო შემოხაზა? ხო, იმას ხო ქონდა პოლიტიკური ორგაზმი და ამას აქ იუმორისტული ორგაზმი ეხარა. იუმორისტული. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის ქართული სუფრული იუმორი, გრუზინული. სადღაც იჯდა სუფრაზე და ვიღაცა მიხუმრა. ქართული არა, გრუზინული კი ბატონო. ვიღაცა მიხუმრა სუფრაზე, ახლა ეს არც ინტელექტუალური ხუმრობა, აი ხორა, სახეს აგვიეთ ამ სლენგის ხაბნიქვია ამას. კი ბატონო, ძალიან სერიოზული სახე აქვს, მოკლედ არ ვიცი რა. მე მაგალითად ეს ნიუსი ძალიან მომეწონა ვიზუალური მხარე ამ ნიუსის. ამას რომ კალასმა უპასუხოს, რაც არ უნდა სერიოზული განცხადება გააკეთოს. ნუ შანსი არა აქვს რომ სერიოზული განცხადება გააკეთოს, თუმცა ისა. შეინჯერია ვლადიმერ. ის არის რომ ხალხს კალასი ახმოვანებს და არა ეს თვითმარქვია ხალხის ზალა. გურა მოეძალა მაჭარაშვილი, ესე დავტოვოთ ესე ცნობიერებაში. ნომერი 6 არის აგენტი, ვაფშე არ ჩამოვარდილა აცეთი. აქ რაღაცა სერიოზული ვიზუალიზაცია. გავრცელდა რუსთავის მერის Facebook გვერდიდან აღებული ფოტო ნაზვის ხის ანთების ცერემონიიდან, სადაც ადამიანები მეორდებიან. ხო, ანუ ადამიანები არ ეხო რაოდენობა. და ჩააფოტოშოპ. ხო, ეს სამწუხაროდ ნოვაცია არ არის. ასეთი რამ ჩვენ ხშირად გქონია. ჩვენ სხვადასხვა არა მარტო ფოტოშოპი, კაცო, ჩაწერილი ტაშების ეპოქაში ვცხოვრობთ. მაგის ეპოქაში ვცხოვრობ და შეძახილების და იმედია ამ ნოვაციას წარმატებით აითვისებს ოზურგეთი, იმიტომ რომ ჩვენ ეს პროცესი წინ გვაქვს, ხო? ბიჭო, რატო არ ხედავთ არაფერში პოზიტივს რა? მე სულ მინდა რომ პოზიტივი დავიდო. ვიღაცა ფოტოშოპი ხო ისწავლა. ეი, საქმე არ არის. ფოტოშოპის ისწავლა და დიდი რა ნასწავლი მაგია ყველა მიხვდა, ანუ უბრალოდ თვალითაც ჩანს რომ ანუ ვერ ისწავლა? იმედია დიდი უფლის ღვრის მასად არ მოხდა ეს სწავლა. რუსთავს ჩაუქობა აკლია და მაგრამ ის ხო არის? მე მგონია რომ სასტრაფოდ საჭიროა ყველა მუნიციპალიტეტისთვის, არა მარტო რუსთავისთვის ტრენინგები ფოტოშოპში რა. ხო, მაგრამ ფაქტად შეიძლება ეს სიმბოლურია. მას შემდეგ რაც ეგრეთ წოდებული არჩევნები, ეგრეთ წოდებული კოთხოები ტარდება, ადამიანები საერთოდ ამოვარდნენ ქართული ოცნების წესრიგიდან. საერთოდ ადამიანი არ აინტერესებს, კი? არა, ამოვარდა დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ ადრე ვიღაცას ფულს აძლევდნენ ხმა მოგვეციო, ახლა ესეც აღარ ჭირდებათ. სხვადასხვა ფულის მიცემაზე გამახსენდა. ხო, ნუ ის რაღაცა ვითომ დასაქმების პროგრამა რომ მოიგონეს და რაღაც არაფერში რო ხალხს ბიუჯეტის ფულს უხდიან, ხო ხვდები და ეხა რო შეხედეს, კაცო, რაღაც გვინდა ეს ხალხიო რა. უკვე ფიქრობენ რომ ეს დიქტატურა კონსოლიდირებულია, ეხა შენ მართალსაც უკვე ამ მოცემულობაში სვლადი მათთვის ეს სვლადი ადამიანები, ეს სვლადი ამოიღეს საერთოდ ამ განტოლებიდან და მაგ პროგრამას აპირებენ რომ გააუქონ. თავშივე არ იყო ეს პროგრამა დასაწყები, ხა მე თუ მკითხავ, მაგრამ მათი მიზნები ის იყო, რომ ამით მიეღწიათ რაღაცა ხმებისება. ფოტოშოპით რა გინდა ვინმე? რამდენად არის? კარგი და არაინთო. ან კარგი და ცეცხლი მოეკიდა უცებ ნაზვის ხეს. კარგი და არაინთო, მაგარ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იზამ, ხო, მაგრამ ის ჩაწერილი ტაში და ის შეძახილები გვაქვს. ადამიანი რა თქმა უნდა. არაფერში ხო და მაგას რამდენად არის შანსი რომ რუსთავში არსებობდნენ მოციმციმე ადამიანები, აი ჯადოსნური ღამე რო არის და ანუ ციცინათელები. ციცინათელი ხო რომ აი ვიღაცა დგას და მომენტში ქრება ინთება. ციცინათელა ისეთი კეთილშობილი წერი არის, ჩემი შეხედულებით რაღაც ეგეთი ისა განცდა რა, რომ არ გონია ხა 20 ციცინათელა არსებობდეს რა.
აკაცა არა რა. სისინათელა ჯიგარია რა. ცალგვერდი ხოცი ვერ იქნება. ცალიფთის ქვეშ რო 4 წერია მეორეში 1 და ხვედრა რა არის. ხო რაღაცა ვერა კვეთა არ არის. რაც კეთილშობილია ციცი. ხო რა და ხოცი ვერ იქნება. კეთილშობილი ხოცი მე არ მინახავს რა ვიცი. შეხვა კიდე შეიძლება იყოს მაგალითად კოღო რა. კოღო კი ბატონო კოღო კი. ჩვენ გვინახავს დედის სხეულ გამოტარებული როგორც ბატონი ლადო კახაძე ამბობს, მაგრამ კეთილშობილზე დავფიქრდებული. კეთილშობილი ხოცი მეც არ ვიცი. კი ბატონო, დავტოვოთ ეს საზოგადოების განსაჯელად არის თუ არა კეთილშობილი კოცი. ვლადიმერ, ეხა ჩემი როლის ჯერი დადგა. გავარტყი 4-იანში, თუმცა შამოვარ, ეთქვა კოჭლი ნიუსია და ვნახოთ ეხა რა ხდება 4-იან ნიუსში. აჰა, ოჰო, რამხელა კაცი გამოჩნდა სურათზე კაც. თავარია სწავლა გინდოდეს და გურიაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში და ოზურგეთში 100-მა ბავშვმა აიღო ოქროს მედალი. თუ სწავლა უნდა ბავშვს, ყველგან ისწავლის. განაცხადა ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძე. უფროსმა. ანუ ეს რო არ აგვერიოს. ხო, ეხა უყურე როგორ უყურებენ ესენი განათლებას რა. ხაგავად გიტას კითხვისას. ესე იგი, ხო, ინდოეთში ეთყობა. მე არ ვიცი, ისა, პირველი ეხა რაზე აკეთებს აქცენტს, რომ ოქროს მედალი აიღო, გაიგე შენ. ის კი არა რომ თავში რა აქვს. მან აიღო? არა, ბავშვებმა უკაცო ეს 100 ოქროს მედალი აიღო. ანუ კრიტერიუმი შეფასება განათლების ოქროს მედალთან გაიარა. ის კი არა რომ რაღაცა თქვათ, რომ მაგალითად ეხა თუ სტატისტიკის მოყვანა გინდა, ჩოხატაურს განსაკუთრებულად კარგი სტატისტიკა აქვს მართლა. ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტებში ერიცხებიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბავშვებს. ხო, ანუ და ხო, ანუ კარგი სტატისტიკაა მართლა ხო და ნუ შეგიძლია რომ მოიყვანო ახლა ეგეთი რამის თქვა რომ გინდა რომ მაგალითად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან რავი 50-მა ბავშვმა ჩააბარა მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტში ან რაღაცა კარგ უნივერსიტეტში რა მაგრამ არა იქ ყველაფერი ოქროზე და ჩხრიალზე გადის რა კონცეფტში რა და თან კონტექსტიც ის არის რა ანუ შედარება რა არის შეხედე ისეთ გაუბედურებულ ასეთ სრული ნიუსი ესეთი ისეთ გაუბედურებულ მხარეში მუნიციპალიტეტი როგორც ოზურგეთი ჩოხატაური და ლანჩხუთია 100-მა ბავშვმა შეწოდა ოქროს მედალი აიღო და სწავლა ჩვენ რომ ეს ადამიანი უმაღლეს სასწავლებელს ფლობს. ო ეგ არ ვიცოდი ეგ თემა კაია გავშალოთ მე არ ვიცოდი კავკასიას. მეწილია ხო? მეორე ამბავი შეხედე იმას კი არ ამბობს რომ ინფრასტრუქტურა არ ვარგა თქვათ რეაბილიტაცია საჭირო რაღაცა კაცო თუ გინდაო ყველგან ისწავლიო ის კი არა მე რო ხელისუფლებაში ვარ ვალდებული ვარ რომ რაღაცა გავაკეთო მოგიწევს სულ ფეხებზე კიდია სწავლის ხარისხი მისთვის თავალი არის რომ როგორც თქვენ ბძანეთ როგორ გახორხნოს ეხლა მისი მიზანსწრაფო არის რომ ხელში ჩაიგდოს ოზურგეთის კოლეჯი მისი ფილიალებით გორაბერეჟეულითა და ლანჩხუთით რომ შემდეგ მიუერთოს მის უმაღლეს სასწავლებელ კავკასიას და ერთი ფრთის ქვეშ მოაქციოს რომ რაც შეიძლება ბევრი ხურხნოს მან ინდოეთის ეგ ნიუსი არ ვიცოდი მოდის ჩაგეჭერი ანუ ამ მის შესახებ რომ ცდილობს რომ ეს კოლეჯის ამბავი რაღაც მიერთოს მან მეორე ეჭვი შეიძლება გონივრული ეჭვი გამიშთა უცებ რომ შეიძლება და მხოლოდ იმის ინტერესია შენობების იმიტომ რომ ძალიან კარგი შენობებია სამივე ფილიალი გეცოდინება რა ხო და მხოლოდ ეგ ინტერესი ყო არ ამოძრავებს თქო არ ვიცი ძალიან დიდი დაფინანსებებია მაგრამ კი ეგ ვიცი კი ძალიან დიდი დაფინანსებებია მაგალითად ახლა მაგ გაყინულ ასეტრინას არავინ არ ჭამს და არ აკეთებს და ყველაზე პოპულარული კურსი რომელია ბატონო ყველაზე პოპულარული კურსი რომელია თქო კულინარია გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. შეიძლება საით მინისტრების შიგოგიძე. ვათაშორის მე კაროჩი კონცეფტს რომ არაფერი აი არ ვიცი მართლა საერთოდ ესე იგი შორს მხედველობა და შორს მჭვრეტელობა არა აქვს რა. ეხა ინდოეთის ჯგუფის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი კი არ უნდა იყოს ვასილ ჩიგოგიძე რა. მე რომ ყოფილიყავი ხელისუფლებაში გაუშვედი იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად რა. იმიტომ რომ რატო აუხსნი რა მაგასაც იმიტომ რომ რაღაცა ვიზუალი ესა უფრო სუმოისტის აქვს რა. ვიდრე მშიერი ინდოელის. ოძე კაცშავი უფრო მიეძებენ. იაკუტია აჯობებდა. იაკუტიაში შეიძლება არ ვიცი ხო. ბრილიანტი და ოქროა. ალმასებია. და ბევრ ოქროს მედალს დამეჭდავს. შვედიერი, ეგ ნიუსიც გავია. რამდენად არის შანსი, მაგალითად ამ ნიუსთან მიმართებაში ეგეთი რამე რომ წარმოვიდგინოთ, რომ
ბატონმა ვასილმა როცა იყო ამ ინდოეთში ვიზიტით, ინდოეთის მეგობრობის ჯგუფის ამბავში, იქ გააკეთა ეს განცხადება და ინდოელს ადამიანებს, აბიტურიენტებს ეუბნება, რომ მაგალითად ეს ძმაო ან ბიძი საქართველოში გვაქვს სუფრის აკადემია, ქუჩის აკადემია, რა მაინდა მაინც სამედიცინოს აწყდებით, გადაივსო. თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლი. ეგეთი რაღაცა. არა მგონია ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ როცა საქართველოს საპარლამენტო ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციის წარდგენა იყო ინდოეთის რაღაც ორგანოში, ისე ჩხუბა წამყმა ესე. აბაშულსაც კი არ მეცა სიტყვის საშუალება, არათუ ჩიგო. ხო, მან რაღაცნაირად კურდულ როგორც ჩიგოგიძის ენაზე ამას წატერცვა. როგორც სიტყვა სერიოზული თრაღი აიწია. ყოდა წეპრენ. აზრს კაი ვისა ბიჭო? წაუყალმა თქვა რა და ესენი რა ჩმორები ვიზით გნენი. და მე ბოლოს თურმე სამართლიანობის ეს არ ამდგარა. ხო, ეს ჩვენი ფალავანი არ ამდგარა. აბუეშვილი იდგა, მარტო ფეხზე როგორც მოხდა. სტატუსი მაინც სხვა. მან გრეტატი წავა მიშიშლა, თურმე მანდილი რა, მაგიც იყო მაგ ჯგუფში და მაგან დააშოშინა გენრიეტატი წავა. შრო ჩამოვა, მე დარწმუნებული რომ ბევრ გამოცდილებას ჩამოიტანს რა. ნომერი 7. შვენიერი, მე-7 ნომერი. ინებე? ფრიდონ ინჯიას პარტია ოზურგეთის საკრებულოში ფრაქციას ქმნის. ხედავ შენ გზელდება მაყუთების დარიგება. დეპუტატი დავით ხურციძე უხელმძღვანელებს ფრაქციას. განაჩენი ორი ვინა? არ ვიცი, ერთი ხათუნაცირცვალზე იყო ნიუსში და ერთი არ ვიცი კიდე მოგეთ, ეგ ამბავი ეხა ხო როგორ არის რა? ეგ აგრძელებენ აღარც ღირს ალაბარაკოთ, ხო? გზელდება ის რომ რა, როგორ მისცენ ყველას ხელფასი რა. გახურხნის პროცესი გზელდება მშვენივრად, ბიუჯეტს ლამაზად ჯიგრულად ხრავენ ქართულ ჯიგრულ პონჩში. ხო და თანამდებობები აქვს. სამ კაცში როგორც კი იცი, ორს თანამდებობა აქვს ფრაქციაში, თავმჯდომარე და მოადგილე, თუ დიდი ფრაქცია და ხეკავს მოადგილე და 3000 რას გადაახტევიან ახლა. გადაიკეცავენ ჩვენ, მე, შენ და ჩვენისთანა 60000-მა ოზურგეთელმა უნდა ვიხადოთ ფული იმის გამო რომ დამატებით აგერ თვეში 5000 6000 და თავი ბენზინებით კი მაგას თავისი სოციალისტები თავისი მიზეზი ექნებოდა რა სოციალისტები მიზეზი ერთადერთი ეს არის მიზეზი რომ აი ახლა რაღაცა ხო დეპუტატების ისა შეკრება ხო გააჭირდა ამ არჩევნებში რა და ყველას რაღაცა და კი ახლა ოთო შენ კი იცი რომ თვითმართველობა შინაარსით ენთუზიასტების არის და აუნაზღაურებ მაგრამ ჩვენთან ეგ მხარე არ მუშაობ ჩვენთან ანაზღაურებოდი და ახლა დაჯდნენ რა და დაგვჭა კაცი უხელფასოდ და რა ვქნა და მოიფიქრეთ მაგის დედაცვატირე ერთი ფრაქცია რა კი პრობლემა არა მაგას ვიძახი მე რომ თავიდან რო ვიძახოდი კაცო ვიძახოდი უტრირებთ ხო მაგრამ რეალურად არავინ არ დარჩება მან თანამდებობის გარეშე შიგნით არ ექნება თანამდებობა აგერ არ არის აიპები უბრალოდ თანამდებობა კი არა დამატებითი ფინანსური მოტივაციის გარეშე რა თქმა უნდა ანუ ეს ყველაფერი რა უნდა ქნა ამათ არაფერი ხელოვნურად შექმნილი წარმონაქმნებია ეხლა ვის ჟერა საქართველოში რომ არსებობს რაღაცა სოციალისტების პარტია ხალხის ძალა რაღაცა რომელიც დამოუკიდებელია კოცებისგან ანუ ამის არავის არ ჯერა კოცებსაც არ ჯერა იმედს არ ჯერა პოზიტივის არ ჯერა და ესენი ჩალენჯობენ ჩვენ დაგვაჯერონ ოზურგეთში. ნუ არ მგერა არ ჩვენ რა. ეგ არის სუფთა მაყუთის კეთება. ჟარგონზე რო ვთქვა და სწორად აღნიშნე შენ ბიუჯეტის ხურხნა. სახელს თუ გვეტყვის ახლა დავით ხურციძეს რო ვკითხოთ თქვენ ფრიჯონ ინდიას პარტიის სახელს თუ გვეტყვის. ან საერთოდ თუ ქონია შეხება ამ პარტიასთან რის ევროპელი სოციალისტები რა არის ევროპული ამას ფრიჯონ ინდიას ვერ გეტყვის. მაგრამ ამას რო ვკითხოთ ახლა საერთოდ სოციალიზმზე წარმოდგენა თუ განსაკუთრებით ევროპულ სოციალიზმს. ხო, სოციალიზმი გონიათ ამათ რაღაცა ესა რა, რაღაცა კომუნისტურთან მიახლოებული. სოციალიზმი არა, ამათ გონიათ ისა რა, პირდაპირ ილინკება ფრაქციასთან და ხელფასთან. მეტი არაფერი. იმის იქით არაფერი. ხათუნას ერთვაზე ახსენეთ, ხო, ღრმა პატივისცემის მიუხედავად. ახლა მე არ ვიცი ვინ არის ხათუნა უფრო რაღაცა ბურჟუაზიული ტიპის ბიზნესმენია ვიდრე ახლა სოციალისტი. აჰა, ხო, ანუ მან შეიძლება ინტერესთა კონფლიქტიც იყოს, ხო? აშკარად. აშკარად ცოტა პრინციპების ღალატსაცაა გადგილი. ისე თავმჯდომარის ნაწილში ცოტა ძალიან ზაკრული ჩანაფიქრი არის რა. ხო. ანუ
რა უნდა რქმეოდა ყოფილი ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის თუ სახმუზეუმის დირექტორის ფრაქციას თუ არა ევროპელი სოციალისტი. ვა, რამდენი ნაფიქრია მათ, ხედავ შენ. მაგას შენს გარდა არავინ არ იფიქრებდა, მაგრამ ოკეი. ჩემი ჯერია. მუზეუმ ნაგზალი. მუზეუმ ნაგზალი. ფრიდონ კრინჯიას შვენიერი ნომერი 5. ავიკითხავ. ეს რა არის? თეი დოკუმენტია. რა ხდება? კი, მანდ არის ახლავს თან სკრინები რა, ეგ ცოტა დიდი ნიუსია. მაგრამ შინაარსობრივად ძალიან ისეთი საყვარელი. მოგეთ გურის ხარეს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხურჯუმელზე მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონულ ხელმძღვანელებს. ხო, იმათ წარმომადგენლებს. შეხვედრაზე იმჟელეს რეგიონში აშხაბადში იყო. შეხვედრაზე იმჟელეს რეგიონში არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე. მერებმა სამსახურის ხელმძღვანელებს 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნეს. ვაჰა. მხარეები შეთანხმდნენ სფეროების მიხედვით კოორდინაციის გაძლიერებასა და უწყებათა შორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ვარ, შეგენაცვალე, ნახე რა უწვალია. ეს ამათი პიარი უფრო მხეცია, როგორც ვატყობ. სახელმწიფო წვრთნელებმა აღნიშნა, რომ ერთიანი მუშაობის ფორმატი და არსებულ გამოწვევებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის საჭიროებების სათანადო უზრუნველყოფისთვის. საინტერესო ამბავი ისაა, რომ პოდის თქვენ ბურონდი უნდა ჩავიდეთ. ხო, აქ თელი ამბავია. ყურე, ესე იგი 12 საათსა და 33 წუთზე სახელმწიფო რწმუნების ადმინისტრაცია გურის მხარე აქვეყნეს პირველად ინფორმაციას. ანუ ეგ ნიუსი რა წაიკითხეთ ახლა. ხო, ეს დადო პირველადი გურის მხარე, ხო. გურის მხარე, კი ბატონო. 12:40-ზე, ანუ პირველ სოციაკლია, სულ რაღაც 7 წუთში ჩოხატაურის მერი იმავე ტექსტს ყოველგვარი ცვლილების გარეშე საკუთარ გვერდზე აკოპირებს, შვენიერი და 13 საათსა და ბოდიში ჩოხატაური რომ აგვირნებს, იქ მერი შეხვდაო ალბათ, ხო? არა, პირდაპირ დააკოპირაო. ტექსტი იგივე აბსოლუტურად თავის. ესე იგი 13-სა და მერი არ არის ჩოხატაური? კი. იმან მერი დაამატა. პროცესში ოზურგეთის მერიც ერთვება, თუმცა აქ უკვე ტექსტი პირველ პირში გადადის. შევხვდი, ვიმსჯელე, დავსახეთ. არ არის მხოლოდ ნიუსების ამბავი, ეხა ხო ვიცით რომ როგორ იმართება მათი მესიჯ ბოქსი, ხო? ანუ ხოცები მესიჯ ბოქსი. ბოდის გიხდით, მაგრამ თუ არის დაკონკრეტებული ვის შეხვდე? არა. უბრალოდ ისიც კი არაა დაკონკრეტებული, რომელი სამსახურის ხო, უბრალოდ. მაგრამ რეგიონის სამსახურის რომელ სახელმწიფოს? მაგრამ მაგრამ აი ჟურნალისტური თვალით შეაფასე ეს ნიუსო. ხო უნდა ეწეროს არა სწორს იძახ. აი როგორ ჟურნალისტი როგორ შეაფასებდი ამ ნიუსს. რა თქმა უნდა უნდა ეწეროს. გურის ხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხურჯუმელიძე მოადგილებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონალურ ხელმძღვანელებს აქ ნახდათ შეიძლება იაკუტია იყოს საქმეში რა. ხო შეიძლება ვიღაცა რომელიღაცა სახელმწიფო ვინ იყოს სომხეთი ანუ ვისთან არა ხო ეგ ხო კაი უფრო გლობალურად ეხლა ლოკალურად ბიჭო ვისთან კოორდინირდებით რატომ კოორდინირდებით რა სამსახურია რა დასახეთ ანუ რას გვიპირა რავი სოციალურ სამსახურს შეხვდი პოლიციას შეხვდი სუს შეხვდი ანუ ცენტრალიზებული ვინა სოფლის მეურნეობის სამინისტრო სუს რა თუნდაც შეხვედრა ჩატში არიან პირდაპირ ხო ანუ ვის შეხვდი ხო სწორი პოინტი ნახე შენ რა ხო მაგრამ რა ვიცი სრული კატასტროფა და რამხელა სიყალბეა ახლა ამის უკან რამხელა სიყალბე და რამე მამაძაღლობა კი არ იმალება და ოხრობა აი იდიოტობა იმალება რა მეტი არა ახლა გაახსნი ამაზე სრული იდიოტობა რა მაგარი არეულობა აქვს რა ხო და მოკე სპონსორი რო ყავდეს ვლადიმერ ეხა აქ მექნებოდა ესეთი ლირიულ რეკლამური გადახვევა რა არაფრის მთქველი ნიუსების ნაცვლად და ის იქნებოდა რასაც რეკლამები რა არ ყავს სპონსორი სამწუხაროდ ხო მაგრამ ვის შეიძლება და რომელ უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებას შეიძლება აინტერესებდეს გურის არა უცხო საწვევი არა უცხო არა ჩვენებია სულ ადგილობრივი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა სახელმწიფოსო ანუ გრამატიკული შეცნობაა ანუ მე გას ვერ დავიჯერებ ცენტრალიზებულ ანუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მართულ სიპების წარმომადგენლებს შეხვდნენ აქ რა ჩვენი სახელმწიფოზეა საუბარი სხვადასხვა სახელმწიფოსო სახელმწიფო სხვადასხვა უწყებები. სახელმწიფო სხვადასხვა უწყებები უნდა იყოს. მე წავიკითხე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებია და ვიფიქრე ვის შეხვდა ნაბუკოდონოსორ მეფეს. რა შეეხება გუბერნატორის უფლებამოსილებებს? რა ვიცი, კაცო, გუბერნატორს რა ესაქმება ადგილობრივ ბიუჯეტთან? ეგ არ ვიცი. ეს უკვე ხელოვნური ინტელექტის დაწერილია.
მაგე ChatGPT-ში აგზავნიან და იქ ხანდახან ისეთი რაღაცები მოდის პლანეტ სტრატოსფეროზე რომ გავრცელა განცხადებები მან კუბახეძის უწყება ხშირად ChatGPT-ში შეაგდებენ ტექსტს და ჩამოდის და ეთქობა ChatGPT-მ ასე თარგმნა. და ახლა მოგეთ ვლადიმერ პრესამსახური ახლა ხელოვნურ ინტელექტში შეიტანდა ემას ცვლილებებს. ამაყად შეგიძლია მოისროლო ეს არაფრის ანუ თქვენი თქვენ ნიუსი. დარწმუნებული ხართ რომ ეს ჩვენია სხვადასხვა რა. ფოტოებზე ვიც არის ფოტოებზე ზოგიერთი ადგილობრივი მათგანი ვინ იყო. ფოტოებზე იყო სხვადასხვა ადგილობრივი. ადგილობრივი სხვადასხვა იყო. აი მოქალაქემ რა უნდა გაიგოს? ანუ ლანჩხუთის მერი სხვა სახელმწიფოს არ შეხვედრია ჩვენ შეხვდა? ჩვენს შეხვდა ცენტრალიზებულ სიპების წარმომადგენლებს. ფოტოზე ესე მივხვდი. მე ვიტყვი სული მაგრამ აქ სხვანაირად წერია აშკარად რა ბატონო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონულ ხელმძღვანელებს და გუბერნატორებს შეხვდა სხვა სახელმწიფოების ხო? ეგრე მე გამოვიდა. ვიფიქრე რაღაცა იაკუტია შეიძლება ახლა ჩელაბინსკი. იყო ჩამოსული ჩელაბინსკი რა ვიცი მე ქვეყნის ემირატებიდან ვინმე შეიძლება იყო ვინმე შეიხი. ზედან ეგ არის შენი ჯერია ვლადიმერ ბოლო ნიუსია პრინციპში რაღაც ის მაინც ისროლე მეტი ისროლეს ხრიანი დარჩა ახლოს იყავი სკოლა რომელიც 5 მილიონი დაჯდა ისევ სარემონტოა სკოლა რომლის რეაბილიტაცია 5 მილიონი დაჯდა ისევ სარემონტოა გამგებელი პედაგოგებს გაჩუმება ეგ ვიდეო შეკითხვა როგორც ვიცი ამიტომ ნახოთ ვიდეო დუაბზო სკოლაზე ნახოთ ვიდეო და ამის შემდეგ რავი განვიხილოთ ეგ საკითხი კი ბატონო სოფლის გამგებელს რა უნდა სკოლაში მიბრძანდი დირექტორს ქალბატონო ეს სწორია ეხა რაც ხდება ეხა ამ სკოლის დირექტორი და სოფლის წარმომადგენლის ესე შემოვარდნა გინდა დასვიკითხოთ არავიღოთ და თქვენ ვინ გეკითხება სტატუსზე და განაყოფილებელი პროცესია ქალბატონო ხათუნა სადაც იქ ბადეთი გამაგრდა ქალბატონო ხათუნა თქვენ გვესაუბრეთ რომ წერთ და რატო კარნახობთ რა უნდა გითხრას რატო კარნახობთ რატო უნდა მითხრას სკოლის დირექტორს აერთო რა უნდა უთხრა რა შუაშია ჩემს სკოლაზე წალიოს სიმართლეს ლაპარაკობს ადამიანი ვინ ლაპარაკობს საერთოდ მეორე სართულზე ალბათ ხათუნა იქნება მაგრამ რაც რეალობა ჩამოდიოდა ხათუნა წყალი ვერ როდის ადრე რას ვეთა უკონკრეტებდა ადრე შე უკვე გაკეთე როდის კარქილაში არა ერთი წუთი მაინც მეც მაინტერესებს წყალი როდის ჩამოვიდა არსებულ სახურებს თქვენ ესე იგი რა გამახსენდა ახლა ამ ვიდეოს ნახვისას იმერულეს კიზებში არის ერთი ესე სიმღერის გაკვეთილი რო არის ვიღაცა უურევს მასალებელი რო უურევს სკოლა ამ გამგებელმა მიირბინა რომ გაეჩუმები არა გაიასნო სიტუაცია და უსიო პარეატკე რომ დაურევოს მაგერის ენაზე რომ თქვა ბრილიანტის ხელის პერსონაჟები და ეს თვითონ ყველაფერს იმას აკეთებს რაც ფაქტიურად თავდაღირა აყენებს აბსოლუტურად აი 5 მილიონი საწევიდა 5 მილიონი გასაგებია საწევი და სამწუხაროდ საუბედუროდ სასაცილოა სატირალი რო არ იყოსო ეს ჩვენთვის უკვე ამოსაცნობია არა და გასაგებია კორუფცია გახდა ნორმა და ჩვეულებრივი ამბავი მაგ 5 მილიონზე ვიცით სადაც მაგ 5 მილიონზე ბევრს ნუ ვილაპარაკებ თორემ ისეთ ხოთზე იყო ის შეიძლება შემოგვიმარდეს თვითონ ამას ამ 5 მილიონიდან წარმოწევია შე წარმოგიდგენია თავს რამხელა თავს საკუთარ თავს რამხელას უფლებას აძლევენ რო ხო წარმოუდგენია რო ხო ეხლა წარმოუდგენა არა სკოლა რა დაწესებულება ანუ მე ვიძახი იურიდიულ ნაწილში ვის ექვემდებარება ისა ესა და ეს მივიდა შენის არ იყოს გასაიასნებლად რა გელაკუდა ამ სკოლებში სხვადასხვა მაგრა გვიჭირს ისე რა რო გადავხედე ოზურგეთში განსაკუთრებით რა მაგალითად ეხლა მე სადაც ვცხოვრობ გეიცი ანასეულში რამდენიმე წელია დაანგრიეს შენობა სკოლის რა ნუ დასანგრევი იმას ეხლა მე თუ მკითხავ არაფერი სჭირდა სატო ლიხაური ნახეთ ანასეულელები ხსიმაში გაგვიშვეს ექსკურსიაზე ერთი აგური არაა დღესაც დადებული რა თქვენ სხვათაშორის შეეხეთ აი ფრაქციაზე იყო საუბარი და ხშირად საუბრობთ როგორ ასაქმებენ რომ გახორხნონ ბიუჯეტი და სკოლას რახან ეხებით ჩვენ თუ დავაკვირდებით სკოლებში ბოლო 5 წელია ბოლო 6 წელია დაიწყო მასიური შემოსევები კოცების და დეპუტატების
საათებს ვიღებენ დეპუტატები, პედაგოგები არიან და რომ სამოქალაქო განათლებას ასწავლიან თან განსაკუთრებით აი ხოცი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ოქსიმორონია ბავშვი რატომ იყო გონებაში რომ რევოლუციამდელი ბავშვი მასარქოდეს და მე მეგონა თვითონ სწავლობდნენ და ასწავლიან ხო? მეთქი თვითონ რატომ უჭირს სკოლებს? იმიტომ რომ იქ ასწავლიან კოცები. აი ეგ არის პრობლემა. სკოლა გახდა დახურული ტიპის სასწავლებელი, სადაც თავისუფალი აზრი აი როგორ გითხრათ ახლა თქო ელექტროსადგური, არ მინდა ატომური ელექტროსადგური ეხმარო. თქო ელექტროსადგურივით აქვენ ამობეტონებული და ამოშენებული რომ რაღაცა სიო აი ბერლინის კედელიც კი მაპატიეთ და მიგვიქარავს. ისეთ დღეში ხავთ დღეს მოსავლები და აი დუბელტის დოქტრინასთან მივდივარ და განათლებასთან მივდივარ რომ სიომ არ შეაღწიო შიგნით აი კორუხებით რომ არიან გადაყარებული ახლა ის სკოლის დირექტორი პატიოსანი ხარი მშვენივრად გაართმევდა ეგ სიტუაციას მაგრამ არაცა ეხლა მართლა სერიოზულად რო შეხედოთ ამ საკითხს ეგ ხო არ არის აქ რაღაცა ოზურგეთული ტრენდი ხო რეალურად ესენი ეხა ის განათლების ჭალებში ხო ეგ კი ეს ჩვენია ეგ ჩვენი კი ჩვენია და ვერავის დაუთმობთ აქვე ვაცხადებ ხო ისი ჭოხა კი უბრალოდ მე ის თქვა მინდა იცი რომ რეალურად ეს თითქოს და განათლების რეფორმა ეგრეთ წოდებული რეფორმა ანუ მიმართულია ზუსტად მაგითკენ რომ სწორს ამბობ შენ რა ეს არის დიდი ოპერაციის ნაწილი რომ ამათ ესენი ხედავენ ხა რომ რაღაც თავისუფალი ხალხი დგას რა ქუჩაში ანუ თავისუფალი ხალხი იცავს ჯერ კიდე ამ ქვეყანას საბოლოო ჩამოშლისგან რა და ის თაობა რომელიც აი არ მოუწია ეს საბჭოთა კავშირი რაღაც ხო ახალი აი ზუსტად ეგ არის რა მიზანი არის რომ რაღაცა გაზარდონ თაობა რომელსაც ეს რაღაცა თავისუფლებისკენ სწრაფვა არ ექნება რომ მათ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ რომ ესენი სულ იქნებიან და აქ იქნება მძიმე დიქტატურა რა მინიმუმ პიკ ფლოიდის კედელს რომ არ მოусმენ ანუ ეგ არის კი ეგ არის ზუსტად ეგ ნაწილი არის და ეს არის მთელი დიდი ოპერაცია რომელსაც ეხა ატარებენ საქართველოში ამ განათლების რეფორმის მანტიის ქვეშ და რეალურად ეს არის გადადგმული ნაბიჯი იქითკენ რომ დეგრადირება მოახდინონ ადამიანებს გასაგებია ხმა ერთი დიდი შეცდომა მაინც დაუშვა ამ გამგებელმა მით უმეტეს რომ ჩოხით უნდა მისცენ ფაფახითას ფაფახის არ ატარებს ჩოხა ხალხი დადეხშერა და აი იმით რომ ისულიყო ქალბატონ ნატოს ჟურნალისტს ძალიან გაუჭირდებოდა და მე მგონია რომ მათივე ენაზე რო ვთქვა მაგარი ვესი ექნებოდა მაგ შემთხვევაში ვესი ექნებოდა დააბნევდა კორესპონდენტს მაგრამ რესპონდენტი აშკარად ისე იქცევა რომ მე ეჭვმეპარება რომ თავად ჟურნალისტის მოსყიდულია ეს ბატონო ვლადიმერ დარწმუნებულია ნატო მოისყიდა დარწმუნებულია რომ ჟურნალისტის მოსყიდულია იმიტომ რომ ის შედარებით რაღაცა კვალიფიციური პასუხს მაინც გასცემდა მართალია რესურს ცენტრიდან მიღებული შპარგალკით აუცილებლად რეკავენ ხომ იცი აი მე ის მოდის და რა ვკნა და რა უთხრა და მოიცა მას რა უნდა იმას რა უნდა რას გაიგებ იმას რა უნდა და რაღაცა და პასუხები და ამ დროს მოვარდა ეს და ლადო სხვათა შორის მე რო უყურე მაგ ამბავს რა პირველ რიგში ჩაუქობა შეუქოთ ამ კაცს და ის არ გაგახსენდა უცებ ზაფხულში კოღორო არ გაძინებს ამ ბუზი და ისი არ დირექტორს ისი არ იმაშუქო რაღაცა ამ შემართებით არ იყო კარგი დაკვირვება სხვათა შორის დირექტორი ხვდება მასალებელია ეს ურევს გამგებელი მაგრამ ძალიან წუხს და ამას ვერ ამბობს იმიტომ რომ ამას ძალიან პირდაპირ კავშირები აქვს იმასთან ვისაც შეუძლია დირექტორის ბედი გადაწყვიტოს ხო და მე ეს რომ ყველაფერი ვიდეოზე არ აღნუსხულიყო ეს გამგებელი ყველაფერს ამ დირექტორს დააბრალებდა კი ბატონო ეგრე იქნება და ნამდვილად კარგი ამით ჩვენი ეს რუბრიკა დასრულდა ასე თქვა და გადავდივართ ბოლო ამ გამგებელს როგორ ვაფასებ დადებითად მიდიც ყოველ შემთხვევაში მომისმინე მასე გააგრძელე მაგარი ჩვენია და არავის არ დაუცხოვთ არა ბრენდია კი დაუბრენდოთ ეგრე სალამ მეგობრებო
კიდე ერთხელ, ესე იგი ჩვენი მეორე ნაწილი, რასადის მეორე ნაწილი აგებულია ჩვენი გამომწერების და მაყურებელთა მიერ გამოგზავნილ კითხვებზე, რომლებსაც ახლა ყველას ესეთი პასუხი შეიძლება ზოგიერთი კითხვა იყოს და პასუხი თქვენგან იყოს საჭირო, იმიტომ რომ ამას პასუხი შეიძლება არც კი გქონდეს რა. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაინტერესების და რავი, სრული შემთხვევაში სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Facebook გვერდის პირად შეტყობინებაში შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ კითხვები, რომელზეც ვეცდებით მე და ვლადიმერი გიპასუხოთ. კი, და ასევე შეგვიძლია გადაცემის კომენტარებშიც როცა დაიდება ეპიზოდი და კომენტარებში დაწერეთ YouTube-ზეც პრობლემა არ არის. კიდე ერთხელ მოგიწოდეთ რომ გამოგვიწერეთ და ჩვენთვისაც мотиваცია იქნება რომ ეგეთი რაღაცები გავაკეთოთ. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ პირველ კითხვაზე, რომელიც ასევე არის, თქვა ანონიმური გამომწერის, ანუ ანონიმურად შემოვიდა კითხვა და სახელებისგან თავ შევიკავებთ. ესეთია. კულტურის სამყაროში ნამდვილი რენესანსია. ლალი მოროშკინამ მწერალთა სახლისა და კულტურის დესპანის ტიტულები ოფიციალურად მოირგო. მას შემდეგ, რაც მან კაცობრიობა ისეთი შედევრით გაამდიდრა, როგორიცაა მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი და ფილოსოფიური ტრაქტატი სექსი, ბედნიერება, ფული, აშკარაა რომ ლალის მუზა დასვენებას არ აპირებს. კითხვა: როგორ ფიქრობთ, ამ მაღალი კულტურული მისიის გათვალისწინებით, რა სკანდალური და ინტელექტუალური სათაური შეიძლება შემოიჭრას ლალი მოროშკინა მსოფლიო ლიტერატურულ ოლიმპზე შემდეგ ჯერზე? ანუ ეს საინტერესებს ჩვენ გამომწერს, თქვენ რას უპასუხებთ? რას დაწერს ლალი შემდეგს? შემდეგი რა იქნება ლალი? არ ვიცი შემდეგში ლალი რას დაწერს, მაგრამ 2012 წელია დეკემბერია, საშინელი ქარიშხალია და დილის 7 საათზე მაგვიძებს ზარი. და უპასუხე დილის 7 საათი 7-ის განხევარი და რუსთავიორში მუშაობ რა და იგი ესე იგი ესენი არიან ერთი თვის მოსულები რა, ხელისუფლება და რაღაცა ქალი ლალი ვარ მოროშკინაო და ხედა 7-ის და წადი შენი მეთქი და გაუთიში რა, რაღაცა მაღადავებს მეთქი და მე მირეკავს მაშველი და ბატონო ლადო სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეთ შეკვეთილშიო და რა ხდებოდა ლალი მოროშკინას მეხიდა ეცა. და მაღადავეთი და არა და მე ამიხსნა და ჩავედი რა ოპერატორი წავიყვანა ჩავედი და ლალი გახვდა მოროშკინის გაცოცორი და ბოდიშკი ხთიო ნარმანიასო ისო ავანას გაურებინო და მანქანა და სიუჟეტი თუ არ გავიდაო ისე ვერანას გავურებს და თუნდაც მშობლები ყოლია შეკვეთილში რაღაცა პატარა ქოხი მაქო და სახლი ქონდა შეკვეთილში მშობლები ყოლია ეგ დასასვენებლად და თვითონ ქობულეთში მიდიოდა გაუვლია რა მანქანით და დიდი ალვისხეს დაცემია მეხი მოსწავა და ამ ახალნაყიდ მანქანას ერთი კვირის ნაყიდი მანქანა იყო დაცემია ეს ალვისხეს სიგრძეში ანუ მე მაგ ისტორიიდან სიუჟეტი გამახსენდა კიდე რა ლალი მოროშკინის მეხი დაეცა და ხო და მეხი დაეცა და მეხი და ოღონდ ახალი ციგნის სათაურის ინსპირაცია მომცა რა მაგა რა მე ტორი და ზევსი ანუ ახალი ციგნი ესე იქნება ძალიან კაი დასასრულია არის ვერაფერს ვერ გეტყვი მაგაზე რა მაგამ ზევსი არ განაცემი ტორის ამბავში აშკარად მოვლენაა და ადამიანმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს დებს. შვენიერი. სხვადასხვა ამას არ იგონებს ამ მეხის ამბავს თვითონ არს. ანუ არც ერთ ციგში არ ახალ, მაგრამ ახალ ციგნში, რომელიც სათაურის ეხა შემოგთავაზე უცებ მე ზევსი და ტორი, რომელსაც დაწერს ლალი მოროშკინა, იქ იქნები შენ თავარი მოქმედი გმირი. შენ უყურე რამხელა საქმე გააკეთე, კაცო. მანქანა გადაურჩინე კი არა და ანაზღაურებია იმას, ხო? ის კომისიის თავმჯდომარე იყო. არა, ინფრასტრუქტურის მინისტრი. ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო. იმას მეხების განყოფილებაში. რა ქვია, დარწმუნებული ვარ, ცოტა შეარემონტებდა იმ ქოხსაც. არას გაითვალისწინეთ ახლა 13 წლის წინ ლალი მოროშკინა და სუბკულტურის დესპანი კი არ იყო. ის 7-ის ნახევარზე შვენიერი ზარია. მაგრამ მე თქვი ვინ მომცა ამის ბედნიერება მეთქე. შენ ვერ დაიჯერე რომ ესეთი ბედნიერი დღე გეცვია იმ მეც მეხი თუ დამეცემოდა ვერ დავიჯერე. კი ბატონო, ოთარ ძალიან კარგი პასუხი იყო ინსპირაცია, მაგრამ მოქალაქის პასუხით მოვისმინოთ თვითონ რას ფიქრობს რა. ნუ ეს ადამიანი ამბობს რომ ჩემი პროგნოზით ლალი არ აპირებს წვრილმანებზე გაჩერებას. ხსენებული ორი შედევრის გაერთიანებით, ანუ რაც უკვე დაწერილი აქვს, ის შექმნის ერთ გიგანტურ ეპოსს, რომელიც კაცობრიობის ყველა ცოდნას გაერთიანებს და მას უწოდებს. ამ წიგნის სათაური იქნება მე პრეზიდენტი
სოფლიო ჩემპიონი, ოლიგარქი, ჩემი წყარო პენტაგონიდან, ყველა ვინც ვალი გადამიხადა, ყველა ვისი ვალიც გადავიხადე, მაკლერი, ჩანგალი, ბაღისმუშა, ანიბანიდან განიდონამდე, სექსი, ფული, ბედნიერება და ასაკი. ეს იქნება შემაჯამებელი ესეთი ეპოსი. მნიშვნელოვანია რომ ჩანგალი გადადოდა კალამით იღწვის ახლა ეგ დაუფასოთ. ეგ მნიშვნელოვანია კიდე დაუფასოთ. კი ბატონო. შემდეგი კითხვა? შემდეგი კითხვა არის ესეც ანონიმური მოქალაქის კი. გამოგზავნილი, რომელიც არ სულ სახელი დავასახელოთ. კითხვა ეგეთია რა. საქართველოს კინოცენტრმა გამოაქვეყნა კონკურსის შედეგები და ცნობილი გახდა, რომელი ფილმის გადაღებას დააფინანსებს სახელმწიფო. კი. დაფინანსებულთა სიაში განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩევა შპს ლე ხაინდრავო პროდაქშენი. კი. რეჟისორი გიორგი ხაინდრავა. კი. თუმცა დამეთანხმებით რომ ეს ლე რაღაცნაირად დაუბლებულივით ჟღერს. თითქოს რეჟისორის მაღალ გემოვნებას და ამბიციებს ბოლომდე ვერ იტევს. კი. რაღაცა აკლია პროდაქშენის სწორი და სრული აღქმისთვის. კი. კითხვა. თქვენი აზრით, რომელი ერთი კონკრეტული ასო აკლია ამ სახელწოდებას სრული კინემატოგრაფიული ნირვანის მისაღწევად? ანუ მე მაგალითად ეხა რომ მქონდეს, ანუ ჩვენ არა გვაქვს ამის საშუალება რომ ფოტო პასუხი გაგცე. დიახ. თუმცა ამის საშუალება რო იყოს, ეხა მოკლე პასუხი ის იქნებოდა რომ პრეზიდენტის ხელმოწერის ფოტოს ამოვიღებდი ეხა და ეგ იქნებოდა რა. ხო და იდეაში ეხა სერიოზულად რომ ვთქვათ რა, რავი, გოგა ხაინდრავა რომელიც რავი რაც კი ცუდი მომხდარა ამ ქვეყანაში ყველაფრის თანამონაწილე იყო მილიონი ლარი ეხლა ხან სწორედ მანამდე სულ ამათ იმაზე ზის რა ქვია ბიუჯეტის ფულებზე დასვეს კოცებმა რა ხო და ეს ადამიანი პროპაგანდისტი რავი ეხა ეგ რასაც ტელევიზორში ამოს იმას უბრალოდ არ გავიმეორებ აი სუფთა რა ვიცი არაფერი რომ მას აი ამ ქვეყნის სიყვარულის რო არ სწია მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ ვაძლევთ ლე ხაინდრავას 1 მილიონ ლარს ხო ჩვენ პატივისცეთ მაინც გადაცემას სახელს და 200 დავუმატოთ რა იყოს მთლე ხო შენ პირდაპირ გამზადებული პასუხის გაშენება ძალიან კაი პასუხია კი ამ ფილმზე სხვათა შორის მან უპასუხა ფორმულა შეკითხვას უპასუხა რომ როენა მამიდასე ვიღებო არა ეგ 300 დავამატე მ თ ხ არა ლეაო და 100 და ჩვენ 2 მ თ ხ ანუ გურულად ლე 300 გურულად თქვა თხლე და იყოს თხლე შეიძლება კი ბატონო კი ბატონო თხლეი საერთოდ 995,000 ახლა ვხედავთ რა ჭდება რა არის ბიუჯეტები ფილმისთვის და არის ფილმების თქო შედევრების რომლებიც გაკეთებულა მაგრამ ამ ფაში არ ვიცი მაგრამ ფაქტიურად წინასწარ რომ არის თვითონ გამცემიც და შემკვეთიც შეგუებული იმას რომ ეს ფილმი და იმენა მოწყდეს რა მაპატიეთ ამ სიტყვას გეიხურხნოს რა ეს არის კატასტროფა რა ჯერ ახლა იმფულად რაქნა რაღაცა რომ გადაიღო ვითომ წინა შემოქმედებითი წვა და ეხლა რა ვიცი ეხლა ხო და ეს ყველაფერი არის ჩვენი გადახდილი გადასახადები ეს არის აქ უბედურება თორე ივანიშვილს თუნდა კაცო მისი ჯიბიდან ასე უქნია რავი 6 მილიარდი მისთვის მიუწია მაგრამ უქნია რომ ჰიჩკოკი გადაუბრუნებია საფლავში ეგ ჩემი საქმე არ არის ესეთი შედევრები და პრინციპში ჰიჩკოკთან შეიძლება უფრო რაღაცა არა, ვერ შევადარებ ხა ეს ჰიჩკოკამდე, რავი, ძალიან ბევრი უკლია. არა, ის უფრო მაღალ მხატვრულ დონეზე და ეს სხვანაირი ჰორორი ჰიჩკოკობა და რუსთაველის პროსპექტს. ეგეც არის. შემდეგი კითხვა? შემდეგი კითხვა მეგობრებო. როგორც იცით, თია წულუკიანის მამა იყო მოსამართლე. სამწუხაროდ ვიცით კი. ამბობენ რომ ავთანდილ წულუკიანმა 11 პირი დასახვრეტად მაშინაც გაიმეტა, როცა აქტიურად განიხილებოდა საკითხი სიკვდილით დაჟის და გაუქმების შესახებ. კი ბატონო. ბოროტიანები იმასაც ამბობენ, რომ ანუ მას ზოგჯერ ჯალათადაც მოიხსენიებდნენ რა. თუმცა როგორც გაიგო, ის ღრმად ინტელექტუალური და მუსიკალური ადამიანი ყოფილა. ეს რაღაც იახლეა. თქვენი აზრით, რას უმღეროდა ძილის წინ პატარა თიას მამა? არჩი მაგის ამბები რომ ახსენდება მაგკაცის რავი ეხა
იუმორში და სარკაზმში ვერ გადავდივარ, იმიტომ რომ მართლა რავი, ეგეთი უბედურება, რაც მე პირდაპირ რაც მაგან იმას აქნა, რა ქვია, დამართა იმ პერიოდში, რომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო, რავი, კატასტროფული იყო და რავი, რა შეფასება უნდა მისცე ხა მაგას, მაგრამ არ ვიცი, სიმღერა რა შეიძლებოდა იმღერა. არ ვიცი, მე თეატროლოგიას რო ხედავ, აი ნიჩე მახსენდება სულ, ღმერთო გამანთავისუფლე ადამიანთა მოდგმის სუნისაგანო რაღაცა. ან კიდევ მე რამდენი აქვს, მაგრამ ფუჭი კაკალეს გატეხვას ლამობს. და რა ვიცი, ახლა ნიჩეს რომ შევეჭიდოთ, ახლა მაგის შესაძლებლობა საგვაქვს. ჩვენ ყავს კაცო, ასეთი ხალხი ვინც ედავება მაგას. გამოჩენის სადავე და ნიჩეს რო დავიდავანებოდ ელემენტარულად ახლა გურული იმით რო გითხართ ახლა გაგებით ჭამისმა და მე გარგება. არ შემიძლია. ანუ ვერ იფიქრებს სიმღერას. მე გავდივარ ამ კითხვით. ხო. ძალიან არა ამ ხელა ფილოსოფიური ამბავი არ არის. ძალიან მარტივი პასუხია, მუსიკალური პასუხია სხვათა შორის. ოკეი. და მოგასმენიებთ ახლა იმას, რას უმღეროდა მამა თიას კი ბატონო. ძილის წინ. შენ რომ დიდი გახდები, შინ რომ აღარ დაგხვდები. სხვას რომ ვერას გავხდები, სულში ჩაგისახლდები. მე მგონი მშვენიერი მეორე თამაშისთვის მშვენიერი შედეგები დავდეთ რა. ახლა მეტი მოლოდინი მქონდა. როგორც ყოველთვის. არაუშავს გვაპატიებს მაყურებელი და ჩვენ პირობავსდებთ რომ გამოვსწორდებით. დავიხვეწებით და ცოტა ისეთის რა აი კოცული მაყურებელიც რომ მივიზიდოთ ისეთი სენტები გვექნება. ხო, იმედია მე კიდევ ერთხელ იმეც ვიტოვებ რომ ნიუსები არ მოგვაკლდება. შესაბამისი Facebook გვერდებიდან, მუნიციპალიტეტის და საკრებულოსი და რავი, გუბერნიის და ასე შემდეგ. და გვექნება საშუალება კიდევ რაღაცა განვიხილოთ ეგ საკითხები. კიდევ ერთხელ მეგობრებო, გამოგვიწერეთ სტუდია ანტიბიოტიკი YouTube გვერდზე და გვიყურეთ, იქ ჩვენი გადაცემის გარდა მრავალ საინტერესო სიუჟეტსა და პოდკასტებს შეხვდებით, ასევე გამოვყევით Facebook გვერდზე სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის.